საქართველოს კიდევ ერთხელ ამოიხრა. თითქოს ცრემლითა და სისხლით გაბოხვაყდა ჩვენს მიწას. რამდენი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, რამდენი სიცოცხლე ჩაქრა. თხოვთ წუთიერი დომინით პატივი მივაღოთ მოთხოვნას. გვადროთ. ახსოვს ქვიშხეთს დღესაც ესა ისე ლურჯია ისე სუფთა როგორც მისი სულის სარკმელი სოფლის სინდისად მონათმულ კაცს გზა გაუვლია სად ყოველ ნაბიჯს დევდა სული
სანთელ საკმურის ის ახსოვს ქვიშხეთს დიახ ის ახსოვს ქვიშხეთს ახსოვს ისეთი როგორიც იყო სევდით სავსე თვალებით და ღიმილიანი სახით სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ქვიშხეთი რომელიც იყო როგორც მშობელი მისი ნიჭისა და უნარისა ასევე მესაფულეც უყვარდა ყველა ზოგს ხედავდა ზოგს გრძნობდა ცხოვრებასთან გასამკლავებლად რა აღარ მისცა ბუნება ნიჭი უსაზღვრო და უკიდეგანო ნიჭი სიყვარულისა მეგობრობისა ურთიერთობისა ხან გიტარა აკვლესა იქნებ რამე შეისმინოსო სამყარო ხან სალამურით გადაჰყარა ჯავრი მთებს ხან აკარდიოს გარანდო ფიქრი და ხან ფამდურით ხელში შემოიარა საქართველო რათა მთელი რესპუბლიკისთვის ემცნო თუ როგორი ბავშვები იზრდებოდნენ ქვიშხეთში მერე ამ ბავშვებთან ერთად შეაგო მასზე ბევრად უფრო ტკივილიანი მამულის გული და შიგ დაიბადა უკრავდა ხატავდა წერდა თუმცა მხოლოდ ხალხური საკრავებს ანდო ბოლომდე თავისი სული მას დრო არ ჰქონდა თორე შედევრებს შექმნიდა ფერწერაში პოეზიაში გრძნობა მოზვალებულს მუზა ეწეოდა და მაშინვე გადაჰქონდა ქაღალდზე რომელიც ყველაზე უკეთ უძლებდა მის ტკივილსა თუ სიხარულს მან გული უძღვნა ქვიშხეთს იქნება ამიტომ იყო რომ მერე ამ გულმა პატარა აღმართსაც კი ვერ გაუძლო აი რა გადაიტანა 2002 წელს ფურცელზე ცხოვრების გზა ღმერთო მაიგე გზა ცუდი მრუდი მინდა ვიმღერო მე სიხარულით და როცა დაჰკრავს სიკვდილის წუთი წარსულს გავხედავ ღრმა სინანულით ბუნებამ რაც კი მომცა და მამცნო ცნობების თამსმა აზრების შეყრა მინდა ვარიგო ახალგაზრდებში მათი გონება ერთ მუშტად შევკრა ულმობელია წუთი სოფელი სიცოცხლეს ბევრი კარგი რა ახლავს სიკვდილის მოსვლას ვამგვანებ მეწერს რომ მოგწყვიტავს და მიწაში ჩაქრობს ის ურჩევნია მამოს რომ შვილი სჯობდეს მამას რა თქმა უნდა მამას ნამდვილად უნდა სჯობდეს შვილი ნეტავი იმერს სადაც კარგი ახალგაზრდები იზრდებიან მათ მხრებზე უნდა დადგეს საქართველო ის ქვიშხეთელია მურად ღოღაძის უერთგულესი განუყრელი მეგობრის შვილი თითქმის მურადის ფრთებს გაიზარდა დიდი მედებს ამყარებდა მასზე მურად ღოღაძე ნათელ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა გამართდა მისი იმედი ჩვენ მას გამართლებული იმედი დავარქვით ის დღეს სოფლის რჩეული დეპუტატია 4 შვილის მამა საუკეთესო შვილი საუკეთესო მეგობარი და მეზობელი არჩილ ჩაჩანიძე დიდი მადლობა სოფლას მოგზაურებისთვის, ალამაზი ადამიანის, ალამაზი კაცის გასაგებისთვის ვარდა. მურად ღოღაძე, მურადებიძე ჩემთვის მასწავლებელიც იყო, მეგობარიც იყო, ბიძაც იყო, ყველაფერი იყო ჩემთვის. გვირადია, გვიღერია, გვიქეიფია და გვისწავლია კიდეც ერთად. ნაუგურად ეკუთვნოდა ალამაზ ადამიანს, ეს ლამაზი საღამო, არა მარტო ეს, ბევრი საღამო, იმიტომ რომ
მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეეცადა ქვიშხეთის სკოლას და იმ ლამაზ ბავშვებს, რომლებიც დღეს გამოვლენ და კიდევ ლამაზად გაიხსენებენ იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი სული გული ჩათო ამ ჩვენ ლამაზ სოფელში. აგებთ. სიტყვას გადავცემთ ქვიშხეთის კულტურის სახლის დირექტორს ბატონ ალიკო ღონღაძეს. ქვიშხეთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დადის უფრო ტენზიოდ, ჩუმად, თავდამრობით და ერთ-ერთი მათგანი არის ბატონი ალიკო, შესანიშნავი მხატვარი და პოეტი. დღევანდელ საღამოს მურადის სოლის საღამოს არ დახრავს პროვინციალიზმის ეთერი. ეს არ არის საღამოსი და სომისთვის ხშირად ჩვენ გასაცდელი ვართ ხოლმე. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ უმშვენიერესი და ულამაზესი კაცის სოლის საპატიმროდ მურადე ღონღაძის სოლის საპატიმროდ, რომელიც საამაყო ნებისმიერი ქვიშხეთისთვის მისი სახელისა და გვარის გახსენებაც კი. აქ მომავალი თაობა ზის, რომელსაც მის ხელში გაიზარდა ზის ის თაობა, რომელსაც მურადი როგორც პედაგოგი არ ასწავლიდა არც საშუალო სკოლაში და არც ხალხურ ორკესტრში, მაგრამ გადმოცემით მშობლებისგან, უფროსებისგან ყველა მიცით, რომ ეს იყო საამაყო ქვიშხეთები, კაცი, თხემი წერფავდე ქართველი, თხემი წერფავდე ნიჭი დაგვეთული და აი სავსე ქართული პატრიოტიზმის რო იყვნენ. ჩემო მურადა მისი სურათი დაყოლდა, საოცარი ნიჭიერი კაცი. ახსენად ქალბატონმა კლარამ ხატრობაში, მუსიკაში, მეგობრობაში, ქართველობაში შეუდარებლად ნიჭიერი კაცი ხალხო. მადლობა რომ მოგდანეთ მის საღამოზე, მისი სახელი დაუვიწყარია ყველა ქვიშხეთელი და არა მარტო ქვიშხეთელისთვის, ჩვენი რაიონის ცხოვრებლებისთვის ყველასთვის. ჩვენ ვამაყობთ მისი სამეგობრო. მე ერთ ნაწილს არ მოვადგენ მისი მეგობარი ვარ, ვამაყობთ ამით, რომ მის გვერდით ცხოვრების გარკვეული წლები გავატარე. ეს იყო ნიმუში კაცობისა, სინდისისა და ნამუსისა. მადლობა მურადაი ამ სიცოცხლისთვის რაც გვაჩვენე. მრავალგამია სასუფეველში. ცოტა დავზივდით. რა გავათენებს ამ ხელაღამის. ასე წერდა ერთ ლექსში ცხინვალელი პოეტი ტოლველი შოთა დანუაშვილი. მას ის ღამე ქვიშხეთში გაუთენდა. ქვიშხეთის ხმით ჩარჩურჩურა ნუგეში მშობელმა დედამ და დიახის დღეს ქვიშხეთელია და იგი დღეს ჩვენთანაა, რომ მურად ღონღაძის ხსოვნის თავისი სიმღერე გადელი მიუღოს. პოეტი და მუსიკოსი შოთა დანუაშვილი შეთავაზებს სიმღერას. მე კიდე შემეცხვი მინდა მიუძღვნა მის ხსოვნას ერთი სიმღერა. ბატონ გივი გელაშვილის ლექსი მადლობა სიყვარულისთვის. Check me out,
ბატონი მურადი ბონღაძე 4 წელი ემსახურა რაიონის კულტურულ ცხოვრებას. მის მიერ დაარსებული ქართული ხალხურ საგრაფთა ორკესტრი რაიონის სახელით გამოდიოდა სხვადასხვა ფესტივალებზე, კონცერტებზე და იქიდან ყოველთვის ოქროს მედლებით, პირველი ხარისხის დიპლომებითა და ლაურეატის წოდებით ბრუნდებოდნენ. ამ პერიოდის ტელევიზია ხშირად ეთერში ახერხებდა თვითონ ბატონი მურადი რომ გასულიყო და ეს თავისი საკონცერტო ნომრები წარმოედგინა და მოგეხსენებათ მაშინდელი ტელევიზია თუ ღირსეული და ნამდვილად პროფესიონალი იყავი, დღევანდელი ტელევიზიებისაგან განსხვავებით არავის არ გააშუქებდი. მურადი ამას ნამდვილად ემსახურება. ამიტომაც იყო ბატონი მურადი წლის საუკეთესო კულტურის მუშაკად რამდენჯერმე დასახელებული და იგი ნამდვილად ღირსეულად უძღვებოდა ამ წოდებას. იყო ნამდვილი ლოტბარი, თანაბრად ფლობდა ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტს და ჰქონდა შესანიშნავი ხმა. გარდა ამ რეგალიებისა, იგი იყო ოფიცერი, ტოპოგრაფი, ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის ჯერ კაპიტანი და მერე ხელმძღვანელი, საზაფხულო პიონერთა ბანაკის ძალიან აქტიური და საყვარელი დირექტორი ყველა პიონერისათვის, მხატვარი, პოეტი და პედაგოგი ქვიშხეთის საშუალო სკოლისა. ბოლო 5 წელი კი მურადი ღირსეულად უძღვებოდა ქვიშხეთის კულტურული სახლის საქმიანობას. ყველას კარგად მოგეხსენებათ ის პერიოდი, როცა დაიწყო ქვეყნის ნგრევა და გაპარტახება. ქვიშხეთში დაიხურა საბავშვო ბაღი, გაუქმდა ბიბლიოთეკა, ფუნქციონირება შეწყვიტა კულტურის საქმე. ბატონი მურადი მეუღლესთან ერთად დაჟინებით ითხოვდა იმ ჟამინდელი ხელისუფლებისაგან, რომ კვლავ აღდგენილიყო სოფელში ეს კულტურული კერები და ნაწილობრივ და არასრულად რაღაცას მიაღწია. ყოველ შემთხვევაში იმას, რომ სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და სადაც ეს არის სპორტის სახლი, კერძოდ ჭიდაობისა, კულტურული დატვირთვაც დაამატეს და ასე რაღაცას ვცოდვილობთ, არა გვაქვს სცენა, არა გვაქვს დარბაზი, არა გვაქვს კულისი და იმედია და იმედს ვიტოვებთ, რომ ალბათ რა მომავალში ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება. მე ერთ-ერთი იმათაგანიდან, ვინაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე ბატონი მურადის გვერდით. ჯერ ვიყავი მისი მოსწავლე, შემდეგ მისი კოლეგა. და ძალიან ნამდვილად ძალიან ბევრი რამის გახსენება შეიძლება, უბრალოდ ამას დროის საშუალება არ გვაძლევს. ეხლა თქვენს წინაშე უნდა წარვასდგინო ჩვენი პატარა მომღერალი გიორგი შუბითიძე, რომელიც რაიონმა პატარა პროფესიონალ მომღერლად მონათხრა. იგი მართლაც კარგი გიჩვია, იმიტომ რომ უყვარს ხალხური სიმღერა, უყვარს კლასიკა, ერთ-ერთი სიტყვით უყვარს თავისი ნამდვილი ხელოვნება და მოусმინოთ მას დიდი ერთ ლამაზ სიმღერას უსმის თავის მასწავლებლის მურად ბონღაძის ხსოვნას.
მურად ღონღაძე რომ კარგი პიროვნება იყო და კარგი მეგობრობა შეეძლო, ეს ძალიან კარგად იციან ფიშხეთელებმა. მისი სამეგობრო თითქმის მის სიცოცხლეში მემოცება ულმობელმა სიკვდილმა. ადამიანი, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა, რომლისგანაც დიდ თანადგომას გრძნობდა და მის თავის სიხარულზე და ტკივილზე საუბრობდა, ეს გახლავთ გივი გელაშვილი. სწორედ გივი გელაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პირნათად მოიხადა მეგობრის წინაშე ბარი, როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი სიკვდილის შემდგომ. მურად ღონღაძეს აქვს ლექსი მეგობარზე, გივი გელაშვილზე. გიახლოვდება სიბერის ჟამი, დრკება ცხოვრების შნოდა ლაზათი, მაგრამ წინა გაქვს საშვირთაშვილო საკეთებელი, სავსე კალათი. დიდი უხელი, ხარის ჭაპანი, გაგდია მხრებზე ტვირთი მაღალი, იმედ კაცი ხარ შენი ჯალაბის ადამიანი, სუფთა ალალი, ვერეგუები ტლაკს ულაზათოს, მავნეს უშნოს და ტიკი მასხარებს, ღმერთია მოწმე შენი ცხოვრებით, ნამდვილი კაცის ქცევა ვახარებს. სიტყვით და საქმით ხარ ნაღდი კაცი, ღირსების ქცევის სწორი ჩვენება, გულში ჩახედვის დიდი ოსტატი, მეგობრისათვის ნაღდი მშვენება. ო როგორ მინდა სულ თვალწინ მყავდე, ჩემი ცხოვრების იყო მოსარჩლე, მიყვარხარ იცი მეგობრისათვის, ყველაფერს შევძლებ მე ღვთის წინაშე. ბატონი გივი გელაშვილი ისაუბრებს ახლა. დღეს ამ საღამოზე ჩემი დასწრება საუთრო იყო, რადგან ეხლა პირდაპირ თბილისიდან მოვედი. დიმიტრი ყიფიანის თავმოყრებას გარდაეცვალა 30 წლის ვაჟი და დიდი ტრაგედია და გლოვა მათ ოჯახში. გთხოვთ წუთიერი ატივირცეთ ლექსი აღწერა. მაგრამ რაც შეეხება ჩემი მეგობრის მურადის საღამოს, ემიდან რომ ეს საღამო არა მარტო სერტით იყოს გაჯერებული, არამედ დიდი იუმორით, რადგან თვითონ მურადი იყო ძალიან დიდი იუმორისტი. ის მისი ხალასი ბუნება, მისი ალალი მეგობრობა იშვიათია ცხოვრებაში. ის არა მარტო ხალასი ადამიანი იყო, ის იყო მრავალმხრივი ნიჭიერებით და ეს ნიჭიერებას მინდა გავუსვა ხაზი. ის არა მარტო მუსიკოსი იყო, არამედ იყო ფერმწერი, მხატვარი, პოეტი, მომღერალი, გეოდეზისტი, გეოლოგი, სვარჩიკი, ბლესავი. არ ვიცი, ეხერხებოდა აბსოლუტურად ყველაფერი თუ კი რამე ცხოვრებაში არსებობდა. და ამასთან ერთად ჰქონდა დიდი იუმორი. აი ყველაფერს თითქმის ცხოვრებაში იუმორით ატარებდა. და მე მინდა გავიხსენო მისი პატარა იუმორები, ამდენიმე იუმორი.
აი როგორც მისი ბავშვური ხასიათი, ბავშვური ხალასი ხასიათი ერთხელ ეზოში ვიჯექით და ხათმები ყავდა და ერთი დიდი მამალი ყავდა. დადიოდა როგორც მეფე ამ ხათმებში და მეუბნეოდა ნახე რა მამალი ყავს კაცო. მეწვევიც ხონდა ჩექმნებით. ეს ამამლებს კი არ გულისო მარტო მაილები მეზობელს ყავსო ხათმებიო გადახდება ვიღაც იმის მამალს მიბეგვავსო მე მაგმო ისევ აკეთავდა მე უთხარი მართლა რა კარგი მამალია მეთქი მოდი გენერლის პაგონები დავაღატოთ მეთქი და აი პაგონების რომ დავუძებს და დაუწყებს ხათმებსა დევასა მეთქი კაი საყურებელი იქნება მართალი ხარ, გავარ და სებიდი მოიტანა, დაუყარა, დაიჭირა ეს მაგალი უცხოდ, დაიჭირე ორით. დავიჭირე, გავიდე, გავარ და ფლომასტერი მოიტანა და მართლაც დავაყატეთ ეს გენერლის პაგონები და ერთი კვირე ამ გენერლის პაგონები დადება ხათმებსა და მე რა ფაფუში წაეშალა. დიდი სიყვარულით მოვიგონებ მის ყოველ ნაბიჯს და მის ამ ცხოვრების მომენტებს. ადროთ ატომეზოს თხოვს და შემდეგ განავართ მურატ ხონღაძის უახლოესი მეგობარი ბატონმა რეზომ თავისი საუკეთესო წლები ახალგაზრდობის წლები გაატარა ქვიშხეთში. მე გახდით მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვოკალურ ინსტრუმენტალურ გოგონათა ანსამბლ ფერის სოლისტი და ხშირად იმსახურებდი ხოლმე რეზოს საქებას სიტყვას. ხომასე იყო ხოლმე რეზო. გთხოვთ ბატონო რეზო. ყველას მოგესალმებით. სამწუხარო ისაა უმრავლესობა მომავალი თაობა ბავშვები და მოზარდები არიან. ვისაც ძალიან წილი წარმოდგენა ამ დიდ პიროვნებაზე, ვისაც შევიდეთ მისი ხსოვნის საღამოს დღეს ტარდება ამ დაწესებულებაში. სამაგიეროდ ჩემი მომდევნო აი მანანას თაობა, ჩემი თაობა უზომდეს და ცოტა უფრო წინა თაობა გივი გელაშვილის, კლიმენტის უთიაშვილის შესანიშნავად იცნობდნენ ამ ადამიანს. გარდა ამისა, ქვიშხეთლები იყვნენ საერთოდ ბევრი ჰქონდათ შეხედულებები გივისთვის არის კაცობრიო დამოკიდებულება ცხოვრებასთან და ასე შემდეგ. ჩემი თვითონ მერას გავეცელებდი და რას ვიტყოდი. ყველა ადამიანი წესრიერი, კეთილშობილი, განათლებული, მისაღები და დასამახსოვრებელია, მაგრამ ხელოვნების და ლიტერატურის მუშაკები აი მაპატიეს სოლით ერჭოდიან გონებას და მეხსიერებასთან მთელი ცხოვრება მათზე ფიქრობ. ნებისმიერ პოეტზე, ნებისმიერ მხატვარზე, ნებისმიერ მუსიკოსზე, მომღერალზე და შემდეგ. სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა არ მიწუნა, მაგრამ ის რაც გალაქტიონმა გააკეთა, უკვე საუკუნეები გავა და გალაქტიონზე ელაპარაკებენ და არც ინჟინერები ახსოვთ და არც ტრაქტორისტები მიეყოფის და სამწუხაროდ ცხოვრება ასეა მოწყობილი. ამიტომ მე 70-იან წლების პირველ ნახევარში გივი გელაშვილის მიერ დაარსებულ გოგონათა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი მაშინ ასეულთა ფერია ხელმძღვანელად მომიწვიეს. მე ბატონი გივი წავიდა, მე დალი რომაშვილი, მე ანა კიკნაძე, მე ამ პერიოდში სულ მუშაობდი, სულად ვიყავი. თავისთავად ცოდია დიდი მეგობრობა მოკავშირეობდა კოლეგასთან და მეგობართან, იმიტომ ძალიან მაგრად გავუგეთ ერთმანეთს. და იმ თვისებების გარდა რაც ზემოთ ჩამოვთვალე, კეთილშობილება, განათლება, ერუდირებულება და ასე შემდეგ, დაემატა ის ნიჭი, რაც მეფემ მას არ უნდა და დაუნაწილა. თუნდაც ხატვის ნიჭი და განსაკუთრებით ხალხურ საკრავებზე მისი გვაწყვეტა. ქვიშხეთის და ქვიშხეთიდან გამომდინარე მთელი რაიონის მასშტაბით. ამიტომ იმ წლებში, დაახლოებით 6-7 წელი სანამ ჩემი გოგონები სკოლებში სწავლობდნენ, მე დაამთავრეს და ანსამბლის უნივერსიტეტი დაიშალა. თუ ჩემი წარმატება რამით იყო განპირობებული ჩემი შრომით თუ ნიჭით, პარალელურად საერთო ღონისძიებებზე რაიონში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მურატ რომღაძეს თავისი ეს ანსამბლი არ გამოიმართა და როგორც კი აღინიშნა, რაღაცა ხალხასასმელი წარმატება არ ჰქონდა, რაღაც სიმღერი და ასე დამამახსოვრებელი არ ყოფილიყო მისი გამოსვლა.
ერთი სიტყვით ამ კაცის შეფასება შეიძლება შემდგარი. მე თუ მეცოდა და ვინმე მithbet ის ლამაზი წელი ფიშეთში გამიტარები ერთ-ერთი პირველი თანხმია მურატი მომაძე. და უცბად ჩემი არაფრის გამო საქართველოში ის გაგრძელოს ვერ დავესწრები ეს სამონებად გამყვება. ნუ რა ასე მოხდა. დიდი მადლობა ამათებისთვის და გავაკეთოთ კიდევ გაძლებას უსურვებთ რასიზმს. სამწუხაროდ ინსტიტუტის კარაკეთილი ესეთი დიდი ხანია გამოცადა და თქვენ შეიძლება გიგებთ. თქვენ გულისკის თქვენ ფიქრებს. მე თამარ ამ დიალოგის სულ მაგალითად შეფასო ფიშეთებო ჩემო თანამემამულეებო ჩვენ სოფელს ხელოვანი ხალხი ნამდვილად არ აკლია მაგრამ განსაკუთრებული მაგალითები გამოჩნდებიან ხოლმე შიგადაში და საამაყორო დღეს ჩვენი სტუმარი არა ჩამოვიდა მოიცალა პატივი მიაგო თავისი მასწავლებლის ხსოვნას ეს გახლავთ ჩვენი თანამემამულე ლევან ტაბატაძე. გთხოვთ ლევანი არის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი. იგი დაინტერესებულია კლასიკური საოპერო ხელოვნებით და როდესაც ლევანმა მაჩვენა კადრები იალანას ფონდში მიიწვიეს და მას უსმენს ჩვენი მეტრი, მუსიკის მეტრი ბაატა ბურჯულაძე არ იშურებს მის მიმართ საქებარ სიტყვებს და ეს იმდენად საამაყო იყო, რომ ვუყურებდი ამ კადრებს და ცრემლები მომდიოდა. ნამდვილად ლევანის იმედი მაქვს. იგი აპირებს სწავლა გააგრძელოს გერმანიაში, გზა დაულოცოთ მას და დღეს ლევანი რადგან მის მასწავლებლის საბადებს აცელობდა მისი ხსოვნის უკდავსაყოფად შეასრულებს ხალხურ სიმღერას და მეორე ნომერს კი არ აქვს თანმოვეშვებ სანამ რომელიმე არიას არ ვამღერებ. გიორგი შუბითიძე გაუწევს ფანდურზე აკომპანიით. ხოვთ.
იამაღეთ, ფიშხეთელებო, იამაღეთ. არასოდეს გადავშენდული. მადლობა. ლევან. ეხლა თქვენს წინაშე წარსდგება კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი თაწმინდა. მოვალობას ამიტომაც არის რომ ჩვენი პატარა მოცეკვავეები წარმატებას აღწევენ მრავალ ქორეოგრაფიულ კონკურსებსა თუ ფესტივალებზე. ბათუმი, ქობულეთი, თბილისი, ცხეთა, გორი, ბორჯომი, აი მათი საგასტროლო მარშრუტები. იმედია, სამომავლოდ ამ მარშრუტს ბევრი სხვა ქალაქი და ქვეყანაც შეიმატება და ბევრი სიგელი დიპლომი თუ მედალი დაამშვენებს იმ კედელს, სადაც ყველა ეს რეგალიები გვაქვს გამოფენილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მონაწილეებს და მათ ყველა მშობელს ასეთი დაინტერესებისათვის. ისინი უდგანან მშობლის დაინტერესება რომ არ იყოს, აი ის საქმე იმ დონეზე არ მივიდოდა, როგორც აი ეხლა ეს პატარა მოცეკვავეები და ამიტომ მოგიწოდებ მშობლებო, აზიარეთ ბავშვები ქართულ ხელოვნებას, ქორეოგრაფიას, სიმღერას, მარტო კომპიუტერებთან მოგამოკედავთ და იმედია ჩვენი მოცეკვავეების რიცხვი სექტემბრისთვის გაიზრდება და უფრო მრავალ შესანიშნავ წარმატებას მიაღწევენ. მაშასე თაწმინდა
საოჯახო ალბომიდან ყველაზე საინტერესო სურათები. აი ეს სურათი გახლავთ მორიგი საკონცერტო ნომერი ხალხური ანსამბლისა, სადაც მონაწილეობას ღებულობს სხვათა შორის რატო ქველაძეს ვერაფრით ვერ დაუკავშირდი. ძალიან კარგი დიჯეი მოსწავლე იყო ნონა ცხოვრებაშვილი, მანანა გომარელი და სოლოს ასრულებს სოლო პარტიას თვით მასწავლებელი მურატ ღონღაძე. ეს არის ჩვენ ფიშეთის კულტურის სახლის სცენაზე გადაღებული ერთ-ერთი სურათი დიდება შრომას სკკ. აი ეს იყო მაშინ. შემდგომ აი ეს გახლავთ ფიშეთის საშუალო სკოლის პედკოლექტივი და მე მინდა სიტყვა გადავცე იმ დროინდელ სკოლის დირექტორს ბატონ კლიმენტი სუთიაშვილს. დიდი მადლობა მინდა გადავხატო ორგანიზატორებს ამ ულამაზესი ღონისძიების ჩატარებისათვის, ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის. შემდეგ მე ბევრს ავილაპარაკებ მურატ ღონღაძეზე, მურატს ბავშვობიდან ვიცნობ. ჩამოთვალეს მისი ფენომენი დაახასიათეს ყველანაირად. აღნიშნეს რომ ის იყო ასეთი და იყო უნივერსალური განვითარების კაცი. დაავიწყდათ რომ ის იყო ძალიან ძლიერი სპორტსმენი. პირველ თარიღოსანი იყო სპრინტში 100 მეტრზე რბოლაში. რაიონის ჩემპიონი გახდა ერთ დროს. ძალიან კარგად დარბოდა. ფეხბურთელი იყო შესანიშნავი. მის მიერ ჯემალი გიგიტაშვილის ჩამოწოდებულ ბურთებს ის ხვდებოდა დავით და თავითმა გაქონდა ყოველთვის წრიაში. მაშინ თუ რამე წარმატება ჰქონდა ფიშკეთის სპორტში მიღწევებში თუ რამე წარმატება ჰქონდა, მურატ ღონღაძეს უდიდესი დამსახურება არის ეს. ალბათ უნდა აღინიშნოს კიდევ მურატ ღონღაძეს ერთი რაც ყველაზე ძალიან მახსოვს. ის იყო განუმეორებელი პაროდისტი ხალხო. თქვენ ალბათ დღეს ტელევიზორში ადრევლებ ხალხო შუამრავი პაროდისტია. ზოგი ზასა, ზოგი მოდი, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, მაგრამ ერთერთი ვერ შეეძრება მურატ ღონღაძეს. ის იყო განუმეორებელი. აქ ერთი ფურნის გარგე იყო. ძველ თაობის ხალხს ახსოვთ. ოქრო დაბრუნდაშვილი. ხო, დაბრუნდაშვილი. მურადი რომ იმას იმის ხმით ლაპარაკობდა, იმის პაროდიას აკეთებდა, ეს იყო უნიკალური. და სხვა პაროდიები კიდე რადგანაც ჩვენ მედაგები ხსენებთ ხოლმე, ვიცით განუმეორებელი სიცილი. ეხლა გეცდება მაშინ პაროდიას. დანარჩენი ეხლა მურადი რომ განუმეორებელი მუსიკალური ნიჭის პატრონი იყო და ის რო იყო ადამიანი ორკესტრი. ყველა მუსიკალურ საკრავზე ასეთი განუმეორებელი ნიჭის ადამიანები იშვიათი არიან. და დღეს რომ ჩვენ აღნიშნავთ ეს შემთხვევით კი არა, იყო ის მართლაც ღირსეული და დასაფასებელი ადამიანი იყო. ილია ჭავჭავაძე აკაკი წერეთელი რომ კახეთში ჩავიდა და კახელები დიდი ზაიმით რო შეხვდნენ, აღნიშნავდა ჩვენ დიდი ილია რომ აიო ქართველმა ხალხმა თანდათან ისწავლა თავისი გამოჩენილი მოღვაწეების დაფასება და პატივისცემა. ჩვენს ფიშკეთებმა დღეიდან დავიწყეთ გამოჩენილი მოღვაწეების, გამოჩენილი წინაპრების და გამოჩენილი ადამიანების პატივისცემა და ხო ამ ორგანიზატორებს რომ ამის შემდეგ კიდევ ასეთი ღონისძიებები შენ არავიშავს საკანგად. აბა დიდი მადლობა ყველა საკმოგზაურებისთვის და დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში ორგანიზატორებს. მადლობა კომპლიმენტი. აი ეს სურათი გახლავს პერიოდი, როდესაც მურადი პიონერთა ბანაკის დირექტორად მუშაობდა წლების მანძილზე. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. შემდეგ ანჩიკო აქ არის მურადის სამეგობრო. პატივი მივაკოთ ბატონ იური გოლობიანის ხსოვნას, ომარი ჩაჩანიძის ხსოვნას მის გვერდით,
თვითონ მურადის და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ნოდარი ქალიაშვილი და გოჩა გოლუბიანი. აი ეს მორიგი ხუმრობა რაღაც და ისეთ მომენტშია გადაღებული, ალბათ რაღაც ყველაზე სასაცილოს ამბობს მურადი შემდეგი. აი ეს სკოლის პედკოლექტივია და აბსოლუტურად ყველა გარდაცვლილია. ბატონი მილაგო თმა, იური გოლობიანი, ბატონი ვახტანგ ენჯიბაძე, გიგუტა ღონღაძე, ომარი ჩაჩანიძე და მურადი ღონღაძე, სკოლის პედკოლექტივი. ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლები იყვნენ ყველანი. აქ არის ოჯახი გადაღებული ერთად მურადის დედა, მურადი ქალბატონი დოდო და ამ სურათს შევარდით მომღერალი ცუგო. ესე იგი, ისე ყავდა მურადის გაწვრთნილი, იგი აკორდეონს ფლობდა საუკეთესოდ და გამოიტანდა და დაიწყებდა აკორდეონის დაკვრას და ძაღლიც ამღერდებოდა. სანამ აკორდეონს არ გააჩერებდა და ამ მომენტშია გადაღებული. მისი ხო. აი ეს ერთ-ერთი ღონისძიება ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენი დედა ლაურა ღონღაძე, თვითონ მურადი და ჩვენი სალამურა, პატივი მივაგოთ გივი კვინიკაკის ხსოვს. ეს ობელისკის გახსნა სამამულო ომის გმირებს, აი სოფლის ცენტრში რომ ობელისკი გვაქვს, იქ მიდის მორიგის სიმღერა. ეს არის მედიკო კაკიაშვილი, ნანა ჩხეიძე და ირა რომაშვილი. შემდეგ აი ეს გახლავთ სცენა სპექტაკლიდან ოთარაანთ ქვრივი. ქვიშხეთში მოგეხსენებათ არსებობდა სახალხო დასი და ყავდა უამრავი მაყურებელი იმ ჩვენ ძველ კულტურის სახლში. და აქ არის სცენა, როდესაც გიორგის როლს ასრულებდა ბატონი მურადი და ეს არის ალბათ ზარმაც მეველე იყო, ხო? აი ეს მახსოვს, ხო? და შალვა გომარელია ჩვენ. შალვა გომარელია მის როლში. რადგან თეატრთან შევჩერდით და თეატრს ჩამოვარდეთ საუბარი, დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს მისი დასის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვინც ამ სპექტაკლში ღებულობდა მონაწილეობას, ქალბატონი თამარ ჯიოშვილი. ჩემი მურადი, მართლაც ჩემი მურადი, გავიხსენო მისი ყველა კარგი თვისებები, ყველა კარგი ადამიანური თვისებები. მე ის არასოდეს ჩემი ეხსერებიდან არ წაეშლება ხალხი. მე ცენტრს თქვენსავით პატარა ვიყავი, თქვენსავით აქტიური ვიყავ, მონაწილეობდი ბავშვობიდან. თქვენ არ იცით ქვიშხეთი ფუხდა ერთ დროს, ფუხდა კულტურის ყველა საკითხი, ყველა დარგში. სულ ბავშვობიდან დავიწყე მე მოღვაწეობა, ჩემი სცენა ძალიან მიყვარდა. პირველი ჩემი რეჟისორი იყო კოშკაძე, რეზო აგერ მისი შვილი წარმომადგენელი. ის იყო ჩემი პირველი რეჟისორი. მე მინდა გავიხსენო ძალიან დიდი გულის ტკივილით ჩემი როი ღონღაძე. იყო აგრეთვე სუნიკო ციცკიშვილი, რომელიც დღეს ვერ მოვიდა ჩემი თხოვით, მე ვთხოვე გიორგის და მანანას და ყველას, რომ მოსულიყო, მაგრამ ფიზიკურად ვერ ყოფილა კარგი. ესე იგი, კულტურის სახლი რომ დაარსდა, არავის უხსენებია ნინო გოგიბერიძე. ნინო გოგიბერიძე იმ ხელა საქმე გააკეთა, რომ იმისი ქაღალდზე გადატანა არაფრით არ შეიძლება. არ ვიცი რამდენ სახსოვს, სულ ალბათ რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ის იყო დაჯილდოებული ძალიან დიდი ორგანიზატორული ნიჭი. 66 წელს მან ჩამოაყალიბა კულტურის სახლი, როცა სკოლიდან დაითხოვეს კი როგორც უკვე პედაგოგი, რომელსაც უკვე გაუშვეს სკოლიდან დიდი ზარზეიმით და გადაინაცვლა კულტურის სახლში, კულტურის სახლის დირექტორად. ააყალა ხალხო კულტურის სახლი, ააყალა რა წრე აღარ მუშაობდა, რანაირი წრე აღარ იყო. ჯერ პროექტში ჩამოყალიბდა გიტარის წრე, გიტარის შესწავლის წრე. შემდეგ მოყვა ხალხური საკრავების ორკესტრი, მოდიოდნენ თბილისიდან
ხალხი და ასწავლიან შვედეთში იყო ერთი თვით ძალიან კარგი ახალგაზრდა რომელიც დაეუფლა სიმღერას, ცეკვას და რა ვიცი კიდევ მეღირსა მოსვლა ეს დღეა ჩემთვის სერდით მოცული დღეს შენ და რეზოს ვიტირებთ ერთად განასატულად არ გამოსული ქვიშხეთის სარომ დამექცა თაზე გავექცეთ დაშორ დავიდე ბინა თუ დედასავით ვერ ვიტირებდი გაუქნა ვერავინ შემოთხოვინა დრო არ აღმოჩნდა ჩემთვის მკურნალი დღეს გამიახდა დარდი და სერდა არ მავიწყდება შენს გვერდით რეზო პატარა ბიჭის როლს ასრულებდა ქვიშხეთის თვალო და სიამაყე რატომ აღმოჩნდი მოკლე ბედისა ყველა სიგეთით შემკობილ ვაშკაც დიდხა სიცოცხლე რა დარგებსა ცოტა გავხიარულეთ მართალია სოლის საღამოა როგორ ლამაზა როგორ საყვარლა თოს ხმელი ჩადარე ნაღინულ ფოთლებს მალავს სივას ხეული ჩემს მოფერებას ოდან მომენტე ნამაშიტო სივას ხეული ჩემს მოფერებას ოდან მომენტე ნამაშიტო სახესობა გიძვამული ნატროდა სიმფიდელს მათმე ქადი ხანისები მაული ოსრები თვიების მათმე კადი შუქი დასამერზე თაიგი ნაგესა ოცრად მიზიდა სეული სამოსისტიკი
შეფასება აქვს. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან მურად ღონღაძის დისშვილები და დისშვილიშვილები თბილისიდან. ახლა მინდა სიტყვა გადავცე მის ერთ-ერთ დიშვილს, პოეტ პედაგოგს მარიკა ორჯონიკიძეს. ხო, მარიკა. მე ძალიან მიყვარს ფიშხეთი და მახსოვს ბავშვობაში, როდესაც მანქანით ფიშხეთის შემოსასვლელში შემოვხვდით ხოლმე, სადაც აღისხებია ჩამწკრივებული გული, როგორ მიცემდა ხოლმე. ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მინდა მოგეფეროთ უღმესი მადლობა ჩემი დიდი პატრიოტიზმა ყველა ორგანიზატორს. ძალიან მიყვარხარ თითოეულ თქვენგანი, მინდა გადმოვცეთ დედის დანაბარები, რომ ჩემი დედის, მერის და ბრადის ძმის გურამის სახელით უღმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მიყვარხარ გეფერებით, ძალიან დიდი მადლობა. ნეაპოლიტანური სიმღერა.
წინაშე დასწრება ჩვენი მომღერალი ლაურეატი სულ ახლა მინიჭებული აქვს ეს წოდება მას გიორგი გრიგალაშვილი. მინდა ღირიულად ჩაგაწყდა თმებში.
იმყოფება ანსამბლ რუსთავის წლების მანძილზე მისი ყოფილი სოლისტი და ხელმძღვანელი. ხშირად ეკრანზე გვიხილავს, თუ დავაკვირდებით გავიხსენებთ, ზაქარია ბერაძე. მოგზაურობთ ბატონო ზაქარია, მას ლევანმა გაგვაცნო ეს პიროვნება, ეს არის ცნობილი ლოტვარი და უკვე ქვიშხეთელი. ნამდვილად მეამაყება, უკვე ქვიშხეთში შეიძინა მან სახლი. ქალაქ რუსთავში მაცხოვრებელი Akacika,
ჩემთვის, მთელი ქვიშხეთისთვის და საქართველოსთვის შედევრი და აღმოჩენა იყო. მე მადლობელი ვარ, რომ მე წილა ყოფილიყავი მისი მოსწავლეც, მისი ორკესტრის წევრიც და დიდი მეგობარიც. აქ გამოფრენებმა ყველაფერი ისაუბრეს და მე მხოლოდ ჩემი პატარა ლექსი დავაღვინებ ჩემს გამოსვლას. ჩემს ამბავი მასწავლებლებს მურად მოგაწეს. კაცო ქართველო, სული და ბრძნობით, ერთზე ბრძნულო გული და გოლი, ვაწლის უდაო მატარებელო, შენ თბილო კაცო მასწავლებელო, რა შეუჩინო გასულა წლები, გახსენებისთვის ეს უფიცკა მარა, როგორც იმავე შვიდი და გინჯი, ასეთად რჩები მარა და მარა, მახსოვს, რმავკავ პატარა ბავში, როში გონებას ვიღებდი თქვენგან, ვაწლი მოსილების გიბურნებ ნაყოფს, ფიქრობ მიიღებ მოცილობელად, რამდენი სიტყვა ალერტი, მახსენებს სკოლას იმღერდა ქროვას, სოფლიოს ჯობით ხაზავით როცა და ვიმატებდი დიდ სორნას, რა დამავიწყებს, ჩონგურის სიმებს, შეუცდომელად მარტავდით ხელში, შეგვისწორებდით შეცდომას მყისვედად შეზულღებოდით გული და გრძნობით, და ამ ყველაფრის თავყურა ერთად, ძნელია შეძლო პატარა ლექსი, თითო გულისა მაინც მომძახის, ამოსათმელი ბოლომდე ლორდი, პედაგოგიკა რთული რამ არის, პედაგოგს ორდენ არ ყოფნის მხოლოდ, სული თუ არ ხარ მასწავლებელი, ძნელი არხა ცხოვრება ბოლოს, თქვენ ეს პრობლემა არ ქონდა მახსოვს, არც დღეს არ აქვს და არც არასდროს, ამიტომ გაკეთეთ, დიდად გაფასებთ და დაგაფასებთ სამართლებთ. დიდი მადლობა. გემილიანი და გულისწყენით არის განხორციელებული ჩვენ ცხოვრებაში. 9 წლის შემდეგ თუ გაიხსენებდნენ მურადის, კი ვფიქრობდი ვიღაცა გაიხსენებს მეთქი, მაგრამ დიდი მადლობელი ვარ მარინა ჭყიძის, რომ მან მითხრა მურადის უნდა მოუწყოთ საღამო. მე ერთ მოგონება დამჭა მურადის ცხოვრებიდან, ერთი კურიოზი. სკოლიდან დაბრუნდა და მოვიდა სახლში, თქვა ბაზარში უნდა გავიარო. მე ვხარ გვიანია მეთქი, არა უშავთო, მოვაწყრეფო. გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, არ ჩაას ეს კაცი. დავიძა და მოვიდა. სანაკალი ამბეხან მეთქიდა. კაცო მე რო საქმე მომივიდაო, თბილია ისანა რა იყო მეთქი. ტაქსში რა მოვედიო. ყველა ნაცნობი იყო და ამით რა უღებ ბილეთიო. იმას ხონდა უყო გული დაწყდებაო. იმის თუ ჩემი მოსწავლის მშობელი აუღეო, იმას აუღეო და ფული არ დარჩა ბილეთის ისე წამოდი ბორბონის მატარებელს მოვყებიო. ასეთი კურიოზი, ასეთი კეთილი იყო მურადი საერთოდ გამცემი ძალიან სიკეთისა. ან დიდი მადლობა ამ საღამოსთვის. ქალბატონებო, თქვენ უღრმესი მადლობა. ასე ყველა კარგ ადამიანს, ყველა სახელობას, ფიშხეთელი იქნება, ვინც არ ნეყოს ტაშის კრელი თუ სათირელი, მოუწყოთ ხოლმე შეხვედრები. მე თქვენთან ერთად ვიქნები.
ღონისძიება დასასრულს მივა